პრობაციის სერვისების გეოგრაფიული არეალი ფართოვდება. პრობაციონერებს დაფიქსირება საკუთარ რეგიონებში შეეძლებათ კანონში პარლამენტი ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს. გარდა ამისა, იქმნება დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელის აღსრულების და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების სოციალური გარანტიები. გაიზრდება ხელფასები და თანამშრომლებს სამუშაო პერიოდი სტაჟში ჩაეთვლებათ. ანა ბერძენიშვილის რეპორტაჟი. რესოციალიზაცია რეაბილიტაციის ხელშესაწყობად პრობაციონერებისთვის გეოგრაფიული არეალი უფრო მოქნილი ხდება. დაბალი რისკის შეფასების პირობით მსჯავრდებულსა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულს პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე საქართველოს მასშტაბით გამოცხადება შეეძლება. ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას დაბალი რისკის მქონე პირობით მსჯავრდებულს და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირს, რომ ჰქონდეს შესაძლებლობა გამოცხადდეს არამხოლოდ კონკრეტულ პრობაციის ბიუროში, არამედ საქართველოს მასშტაბით პრობაციის ბიუროში და ამით, რა თქმა უნდა, ჩვენ ხელს ვუწყობთ იმ მიზნებს, რომლებიც ჩვენს კანონმდებლობაში არის გაწერილი რესოციალიზაცია და რეაბილიტაციის კუთხით. იქმნება დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების სოციალური გარანტიები. მოქმედი კანონით სააგენტოს თანამშრომლებს სახელმწიფოს სპეციალური წოდება აღარ ენიჭებათ. ახალი ინიციატივის მიხედვით ეს მიდგომა შეიცვლება და სააგენტოს მოსამსახურეებს სახელმწიფო წოდება ყველა თამდევი სარგებლით მიენიჭება. კადრების მდგრადობის ხელშესაწყობად იზრდება ხელფასებიც. მნიშვნელოვანია სააგენტოს სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების სისტემის დაახლოება სხვა სახელმწიფო დაწესებულებების ანალოგიური ფუნქციების მქონე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების სისტემასთან და ამ გზით საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელ ორგანოთა მოსამსახურეების თანაბარ პირობებში ჩაყენება. წოდების მქონე მოსამსახურეს სამსახურის გავლისა და სათანადო წელთა ნამსახურების დაგროვების შემდეგ უნდა გააჩნდეს ადეკვატური სახელმწიფო კომპენსაციით, როგორც სოციალური დაცვის მნიშვნელოვანი გარანტიით სარგებლობის უფლებამ და ეს სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნოს სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით და ოდენობით. სააგენტოს თანამშრომლები, რომლებიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ და ხშირად საფრთხის შემცველ გარემოში ხვდებიან, სახელმწიფოსგან ხელშეწყობით მეტ მოტივაციას მიიღებენ. კანონის პროექტი შედგება ორი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან. ერთი თვითონ სააგენტოს თანამშრომლებისათვის მნიშვნელოვან სოციალურ გარანტიებს ქმნის და ნამსახურება წოდებიან ადამიანებს შესაბამისი სტანდარტით ჩაეთვლებათ და მეორე ნაწილი უკვე ეს არის დაბალი რისკის მქონე პრობაციონერებისათვის, რომლებსაც დღეს შეიძლება უხდებათ ერთი რაიონიდან მეორე დასახლებულ პუნქტზე მისვლა, იმისთვის რომ სერვისით ისარგებლონ და ეხლა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება მათთვის. პარლამენტი ინიციატივას დაჩქარებული წესით განიხილავს, რომელიც ძალაში 2026 წლის 1 მარტიდან შევა.